ვაძლიერებთ თავისუფალ დემოკრატებს, ესე იგი ვაძლიერებთ კოალიციას. ეს არის ჩვენი მაგრამ რიახლოვდება ერთ წელიწადში ჭარბდება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. და შემიძლია ამბიციურად თქვა, რომ თუ გორში ოპოზიციური ძალა იყო და პირველი ვინმე განცხადება გააკეთა ხმამაღალი და დაუპირისპირდა იმ მოძრაობათა ხელისუფლებას, რასაც ნაციონალური მოძრაობა ერქვა, იყო თავისუფალი დემოკრატები. დღეს მეგობრები ყავს, რა თქმა უნდა, ეროვნულ ფორუმში, რესპუბლიკურ პარტიაში, მაგრამ ამ ყველანი დამეთანხმებიან, მეგონი რომ პირველი ვინც იყო და ხმამაღალი დადიოდა სოფელი კარდაკარდი იმ პრობლემებზე საუბრობდა, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებდა, ვიყავით ჩვენ თავისუფალი დემოკრატები. რა თქმა უნდა, დღეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა და თუ ვიყავით ცოტანი, დღეს ჩვენ აღმოსავლური ხელისუფლებაში ყავს წარმომადგენლები, მაგალითად ქალაქ გორის გამგებლის პირველი მოადგილე არის ჩვენი გამგეობის წევრი ქალბატონი ნინო წეწვალზე, არის ქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ქალაქის კულტურის სამსახურის უფროსი, ასევე აღმოსავლურ ხელისუფლებაშია ძალიან ბევრი ხალხი დასაქმებული ჩვენგან თავისუფალ დემოკრატებისგან. სწორედ ჩვენი იმ სწორად შერჩეული კადრების, ჩვენი სწორად გატარებული პოლიტიკის საფუძველზე, ჩვენი ახლო ურთიერთობით მოსახლეობასთან მეკითხით 83 სოფელი აქვს ხაშურის რაიონს. აქედან ბევრი არის დაცლილი, ბევრი არის ძალიან მცირე რაოდენობის მოსახლეობა დარჩენილი, მაგრამ რეალურად რომ ავიღოთ, დაახლოებით 59 სოფელი არის მოქმედი ცოცხალი სოფელი ხაშურის რაიონში. ჩვენ არ დაგვიტოვია არაერთ გზის თითოეულ სოფელში, თითოეულ უბანში ძალიან დიდი სამუშაოები გვაქვს ჩატარებული. მთელი ამ წინა საარჩევნო პერიოდის მანძილზე. და მეც უნდათ ამან თავისი შედეგი გამოიღო. მე ამაყად და თამამად შემიძლია თქვა, რომ ხაშურის რაიონში ჩვენ ვართ ერთ-ერთი მოწინავე პოლიტიკური ორგანიზაცია და ანგარიშ გასაწევი ძალა. და კიდევ მეორეს გაანაპირობა სწორედ ჩვენმა სწორმა პოლიტიკამ, ჩვენი ლიდერების ძალიან ეფექტურმა მუშაობამ და მე არ შემიძლია აქ ხაზი არ გავუსვა, განსაკუთრებულად არ გამოვყო ბატონი ირაკლი ალასანიას როლი. ამ შემთხვევაში ქარელის რაიონზე ვლაპარაკობ. ბატონი ირაკლი ალასანია პირადად არის ნამყოფი ქარელის რაიონის თითქმის ყველა სოფელში. ამან თავისი შედეგი ნამდვილად გამოიღო და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ. მე მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, რომელმაც გმირულად და ვაჟკაცურად იბრძოლეს. ეს უბრალოდ არჩევნები არ იყო, მოგეხსენება. ეს იყო ბრძოლა, ეს იყო ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის პერიოდი. ჩვენ მოვიგეთ. თქვენ იცით, რომ ახლის მაჟორიტარი ვარ მე, რეალურად ჩავატარეთ არჩევნები. ცხადია ლომისვრილი ბატონ ბიზინა ივანიშვილს მიუწვევს ყველა ამ გამარჯვებაში. ჩვენ შევიტანეთ ჩვენი ასე ვთქვათ, გარკვეული და პატარა წვლილი ადგილებზე ყველა თქვენთაგანმა. აი ეს არჩევნები იქნება ჩვენი პარტიის რეალურად ადგილებზე დაფუძნების, ხალხის მიერ მანდატის მოცემის, ასე ვთქვათ, პირველი საშუალება. ეს მოხდება, რა თქმა უნდა, კოალიციასთან ერთად, კოალიციის რეჟიმში, მაგრამ აქ ითქვა და აღინიშნა. ჩვენ მოვალენი ვართ, ვალდებულნი ვართ, რომ კოალიციის შიგნით აქ ვიყოთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ლიდერი.